ნიკა, მადლობა მოსვლისთვის. დღეს საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენმა კორესპონდენტებმა ასე შეგვატყობინეს, რომ ხმამაღალი საუბარიც გამოდიოდა ლელოს ოფისში გამართული შეხვედრიდან. რას მოყვა ეს ხმამაღალი საუბარი, იყო თუ არა მართლაც რაიმე ესეთი აგრესიული დაპირისპირება, რა ეტაპზეა ახლა ოპოზიციური ერთობა, თუნდაც იმ შემადგენლობით, როგორც დღეს იყავით წარმოდგენილი. მადლობა გიორგი მოწვევისთვის. ახლა აგრესიული დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა, არც დღეს, არც გუშინ და არც წინა დღეებში, უბრალოდ ახლა საუბარი, დებატები და კამათი ხდება ბუნებრივია, იქ სადაც მრავალი პარტია შეკრებილი, იქ ასთა სხვადასხვაობა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს და შესაძლებელია. დღეს ის რასაც თქვენ გულისხმობთ და თქვენმა ჟურნალისტებმაც დამისვეს ეს კითხვა, თუ მინდა ვიყო გულწრფელი, უნდა ვიყო გულწრფელი, ეხებოდა უბრალოდ ზეგინდელ დღეს, პარასკევ დღეს, 11 დეკემბერს, ეხებოდა რომ დავწეროთ განცხადებები ყველა ოპოზიციონერმა ნიშნად იმისა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ბიზინა ივანიშვილის საპარლამენტო მასქარადში და ამით არ ვუფორმებთ მოპარულ არჩევნებს. ანუ არჩევნები მოპარული აქვს ბატონ ივანიშვილს, ანუ დაწერა და თქვა რომ ეს არის ის, რაც მე მინდა და ვერ იფორმებს ახლა, ხო? და ახლა რო ვერ იფორმებს, ამისთვის ხელშეწყობა არის ძალიან ცუდი საქციელი. ახლა ერთია რომ არ შეხვიდე პარლამენტში ფიზიკურად, მაგრამ მეორეა ჩემი პოზიცია ეს პირადად არა მხოლოდ ჩემი, მეორეა ვინ კონკრეტულ დღეს არ დაიწეროს განცხადება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთხელ და სამუდამოდ, ვინ ფიქრობს პარლამენტში აი ამ პირობების შეუსრულებლობის ფონზე, როცა ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე ჯერ კიდევ არ წამოვიდა შესვლას. უნდა იცოდეს ბოლო-ბოლო ვინ შედის და ვინ არ შედის, მაგრამ ვინ შედის და ვინ არ შედის, როცა ვსაუბრობ, ფიზიკურად შესაძლებელია 11 დეკემბერს იქ არავინ არ მივიდეს, ან ერთი ადამიანი, მაგრამ განცხადება თუ კი არ იწერება ცალკეული აღებული რომელიმე ოპოზიციონერის მხრიდან, ჩემთვის პირადად ეს აღიქვება, რომ ეს ადამიანი არის შესული პარლამენტში. ამიტომ ამაზე იყო ბუნებრივია, ახლა თქოსათო გეტყვით საუბარი, მაგრამ თავში ავიყენებ იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომლებიც თვლიან, რომ სხვებას არ უნდა დაესწრონ, მაგრამ რესურსი დაიტოვონ საიმისოთ, რომ თუ მოლაპარაკებების შედეგები მიღწეული იქნა, პარლამენტში ოპოზიცია უნდა შევიდეს. რატომ? ამ მოთხოვნები, რომელიც არის დაყენებული მათ შორის რიგარეში არჩევნებთან დაკავშირებით, სხვა ტიპის მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ითვალისწინებს. თუ ოპოზიცია იქ არ იქნება წარმოდგენილი და თუნდაც პირობითად მანდატებით ეს 90 კაცი დარჩება, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, ისინი უბრალოდ შეთანხმების შემთხვევაშიც კი ამ შეთანხმებული შესრულებას ვერ მოახერხებენ. ამიტომ მართლაც ხო არ აჯობებს, რომ ოპოზიციამ ერთიანი ბოიკოტი პოლიტიკური განაგრძოს, მაგრამ მანდატებზე ჯერ უარი არ თქვა, სწორედ იმ მოლოდინით, რომ მოლაპარაკებებმა რამე შედეგს მიაღწიოს. არა, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ოპოზიცია არ ამბობს უარს მოლაპარაკებებზე, მაგრამ პარლამენტში შესვლა აღიქმება და ასეც ჩაითვლება და სწორად ჩაითვლება, თუ განცხადებები არ დაიწერება. ეს ნიშნავს რას, რომ სხდომებს არ ესწრები, არ და აღიარე ის მოპარული არჩევნები, ხო? არავის არც ერთი ჩვენგანი არ დაუძალებია, ხო? 1 ნოემბერს, არ ვიცი, 8 ნოემბერს, 14 ნოემბერს რუსთავის გავზეზე გამართული აქციების მსვლელობისას და არც შუალედებში სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებში, მათ შორის თქვენს ეთერებში, ეთქვათ ის, რაც თქვენს და რაც თქვი მე და რაც თქვა ყველამ, რომ ბიზინა ივანიშვილს არ უნდა დაუკანონოთ მოპარული არჩევნები. რა შეიცვალა მას შემდეგ? არაფერი არ შეიცვალა, ხო? როდესაც 100 ჯერ ითქვა, რომ პარლამენტში არ შევდივართ, იმიტომ ეს არ არის პარლამენტი და მართლა ასე არის ჩემთვის და ბევრისთვის. ერთი ადამიანის ნებასურვილების აღსასრულებელი კანტურად აქცია, ხო? დღეს შეიცვალა კიდევ უფრო სამწუხაროდ უარესობის და განსაკუთრებით დღევანდელი ქართული ოცნების თქვენ სწორად აღნიშნეთ, კითხვა, როდესაც დაუსვით გიგი უგულავას, როდესაც ბატონი კობახიძე გამოვიდა და რიგითი რაღაცა პრესკონფერენცია კი არ მოვაწყო, თქვა, რომ ჩვენ შევიკრიბეთ ქართულ ოცნებაში, პარტიაში, ვიმსჯელეთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, გადაწყვეტილება და იქ უბრალოდ თავის მოსაზრებებს გამოხატავდა, გადაწყვეტილება წარმოადგინა ამ ტიპის რეპრესიულ სადამსჯელო ღონისძიებები რეალურად დაანონსა და გეგმა წარგვიდგინა, ხომ? და თქვა, რომ ვინც შემოხვალთ, ვინც არ შემოხვალთ, არ შემოხვალთ, ვინც დაწერს განცხადებას
შეუჩერდება უფლებამოსილება, ვინც არ დაწერს განცხადებას, არ შეუჩერდება უფლებამოსილება. ეხლა ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით ჩაითვლება და მე უბრალოდ არ მინდა მდგომარეობაში ჩავდგე, როდესაც თქვენ და თქვენი კოლეგები კითხვას დამისვენ, როგორ აფასეთ ცალკეული ადამიანის მხრიდან განცხადების არ დაწერას, ხო? არ მინდა უბრალოდ პირში წყალი ჩავიგობო და არავინ არ მომეტება თვითგანადგურებისთვის. მე ვხედავ ამ პროცესს შემდეგნაირად საათენახევარში ამ ოპოზიციონერისგან ვინც არ უნდა იყოს, არაფერი არ დარჩება. მეც ჩემ თავზე რო ვისაუბრო, თუ კი მე განცხადებას არ დავწერ და ამით დავადასტურებ ირიბად, რომ შეიძლება ხვალდაზე მე პარლამენტში შევიდე, იქ სადაც არ უნდა შევსულიყავით და ამას ვიძახდით დღენიადაკ, ხო? ამით რეალურად ბიძინა ივანიშვილის თამაშობ და პერსპექტივაშიც კი ვასუსტებ ოპოზიციის პოზიციებს. მოლაპარაკებები გაგრძელდება, გაწუნებთ, აუცილებლად გაგრძელდება, მას შემდეგ, როდესაც ყველა ოპოზიციონერი განცხადებას დაწერს და უარს ეთქვის მიტაცებულ პარლამენტს, მოლაპარაკებები გაგრძელდება, მოლაპარაკებები გადავა სხვა ეტაპზე, სადაც გაფორმდება უკვე ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამაში როგორც თქვენ გიყურებთ, ახლა ისე ვარ დარწმუნებული. დღეს ქართული ოცნება სარგებლობს უბრალოდ ერთგვარი შესაძლებელია ქაოსით, რომელიც შეიმჩნევა ოპოზიციაში და ეს ქაოსი ნიშნავს რას, რომ ვიღაცა არ გამორიცხავს ჯერ კიდევ პარლამენტში შესვლას. და მოდით ესე ვთქვათ, თვლიან რომ ძლიერია მათი პოზიცია და რატომ უნდა დათმოს იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია რაღაცა აქვს თუ არა ამის საბაბი, ამაზე გარკვეული შესაძლებელია და გავაგრძელოთ. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ყველაზე მსხვილ და ძლიერ ოპოზიციურ პარტიას, ხო? ნუ რომელზეც რაც არ უნდა თქვან ხელისუფლების აღქმედება, რომ სხვადასხვა მიზეზით რეგისტრაცია შეუჩერებთ, ეს ძალიან არასერიოზულად ჟღერს და ყველამ ვიცით, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი კი არაფერია თუ მოინდომებთ, მაგრამ იმდენად ძვირი პოლიტიკური ფასი დაჯდება ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის, რომ შეუძლებელია ამის წარმოქმნა, ხო? მაგრამ არიან დებიუტანტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში ახალშემსული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც მთელი თავიანთი რესურსი ჩაადეს ამ საარჩევნო კამპანიაში, მოიპოვეს გარკვეული მხარდაჭერა, შეიძლება არ თუ ისე დიდი, მაგრამ მათთვის საწყისი სასტარტო პირობებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ისინი ფიქრობენ, რომ კარგი ნაციონალური მოძრაობა მყარად არის ამ მხრივ, მაგრამ ჩვენ რა ბედილი გველის თუ ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა. აი თქვენ როგორც კოლეგამ ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა, თქვენ რო წარმოიდგინოთ მათ ადგილზე საკუთარი თავი. თქვენც ასე, აი როგორც ახლა თამამად ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურად, თქვენც ასე თამამად ისაუბრებდით იმ პოზიციის შენარჩუნებას. დიახ, ასე თამამად საუბრობს ბევრი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ანუ აღებული ხმების მიხედვით პატარა პარტიას წარმოადგენს, ელექტორალური თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, ნაგულისხმები და არა იმიტომ რომ უფრო ჭკვიანები ვარ და უფრო ძლიერები ვარ, ხო? რაღაციდან იწყებს ბოლოს და ბოლოს. არიან ეს რა კითხვა თქვენ დამისვით, ანუ სახეზეა ასეთი პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობენ, რომ კი ბატონო, მე ერთი მანდატი მოვიპოვე, მე ორი მანდატი მოვიპოვე, სამი მანდატი მოვიპოვე, მაგრამ კატეგორიულად იქ შესვლა არის დაუშვებელი. და ასე არ უნდა დაგვაუწყდეს ბარიერ გადაულახავი პარტიებიც, ხო? თუ ჩვენ მაგალითისთვის ეხა ყავს სახეზე ლეიბორისტული პარტია, რომელსაც მოაპოვებიეს ერთი მანდატი, ხო? და არის ბოიკოტის რეჟიმში. აი ვიღაცას რო 2000 ხმა დააკტა, 4000 ხმა დააკტა, რო ბარიერი გადაელახა, ხო? თუ თაგვთებით რომ არჩევნები გაყავდა არა მხოლოდ ბარიერ გადალახული პარტიებისთვის, არამედ გადაულახავი პარტიებისთვის, ხო? ამიტომ მგონია რომ პრინციპულობა, თანმიმდევრულობა ეხა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი მიზნის მისაღწევა და ეს მიზანი იქნება მიღწეული. არ არსებობს, ვერ შედგება ეს სახელმწიფო ლუკაშენკოთ, სახელმწიფოდ ვერ შედგება რა. წარმოუდგენელი არის ბიძინა ივანიშვილის სურვილების რეალიზაცია მოხდეს ამ ქვეყანაში და არჩევნები როგორც იდეა განადგურდეს. ჩვენ ხო რეალურად ეხა რატომ არ მივესალმები კამად საჯარო სივრცეში მით უმეტეს ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიკრიბებით სხვადასხვა პარტიულ ოფისებში, ჩვენ რაღაცა საარჩევნო პროგრამაზე ხო არ ვსაუბრობთ, შესაძლო კოალიციაზე ხო არ ვსაუბრობთ. ვესაუბრობთ თამაშის წესზე. ჩვენ რამ შევკრიბა იმ სამართლობამ, რომელიც დაფიქსირდა 31 ოქტომბერს, ხო იმან შევკრიბა და ნამდვილად ამიტომაც ვართ. ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ვინც არ უნდა იყოს გამოვა და იტყვის, რომ იქ არის ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ახლა გაახსენდა, რომ ეს იყო, ეს ასე არის, ჩვენ არ შევრიგებულ ვართ.
ბევრჯერ მithქვათ ჩვენ უნდა მოვრიგდით ხო და ვიღაცა იტყვის რომ იცით რა აი მესამე ძალისთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთოდ რა შუაშია ან მესამე ძალის რაღაცა ჰიპოთეტური ძალის შექმნის საკითხის განხილვა ეხლა მით უმეტეს ტელეეთერებში ან ვიღაცის მიმღებლობა და მიუღებლობა ჩვენ საუბრობთ რომ თავარი დემოკრატიული ინსტრუმენტი რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს ხელიდან წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა და ამ ინსტრუმენტის დაბრუნებას ანუ არჩევნების დაბრუნებას ვცდილობთ და მიუღებელი ამიტომაც არის არა იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები ბევრ რამეში ალეკ ველისაშვილს ან გიორგი ვაშაძეს აი ბატონმა ელისაშვილმა თქვა ასეთი რამ რომ ბოკერიას და უგულავას ძევლად ყავს აყვანილი ოპოზიციური ერთობა და მათ შორის ნაციონალური მოძრაობაშიც არის ხალხი რომელიც შეიძლება განსხვავებულად ფიქრობს და სხვაგვარი სტრატეგია მიაჩნია უფრო სწორად მაგრამ მიყვებიან იმ დღის წესრიგს რომელიც რამდენად აქვს მას საფუძველი რომ ასე შეიძლება როგორც ნაციონალურ მოძრაობაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა არც ერთი ადამიანი სიით გასული 36-დან მათ შორის ბლოკის წარმომადგენლები, ვისაც ეთქვას რომ იცით რა უნდა შევიდეთ. იყო რა თქმა უნდა 100-და სხვადასხვაობა, ვინც ფიქრობდა რომ ხომ არ ჯობია რომ ვიფიქროთ საპარლამენტო მექანიზმს მიუხედავად ამ გაყალბებულ არჩევნებისა და პარალელურად სხვა პროცესებიც პოლიტიკური გაჩაღდეს, ხომ? აი ეს საკითხები რა თქმა უნდა იხილებოდა, მაგრამ ყველა შევჯერდით როგორც პარტია ერთ პოზიციაზე, რომ აქ შესვლა არის უბრალოდ დაუშვებელი. დავანებოთ თავი მართლაც ამომრჩევლის ღალატს, მისთვის ზურგის შექცევა, სტატისტიკაში პოლიტიკურად არ არის პრაგმატული, გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ თვითონვე დაგაზიანებს. ანუ იქ რო შეხვიდე რა უნდა გააკეთო. დაუშვა თავი დავანებოთ რომ პრინციპებს უღალატეთ. ჯერ ვამბობდით რა უნდა შევიდეთ და შევიდეთ. იქ რა უნდა გააკეთო. რა მართლაც 4 შაბათობით განცხადებების გაკეთების გამო უნდა შევიდეს ნებისმიერი ადამიანი და ის მოსაზრებაც რომ იცით რა პოლიტიკა მოკვდება და პოლიტიკის მიღება დარჩება. პოლიტიკა იმ საპარლამენტო დარბაზში აღარც იქნება. პოლიტიკა სხვაგან იქნება, სხვაგან გაკეთდება. იყო მოსაზრებები, რომ მაგალითად საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნის უფლებაც უმცირესობას აქვს, გამოიყენებინა ბერკეტა, თუნდაც ამ არჩევნების შედეგების გამოსაძიებლად. იცით რა, გიორგი, აი ბევრი რო ამის ფასში განგებარ შევდივარ სიღრმეებში. ხომ თქვით, ყველანი რამდენი პარტიაც ვართ. აბსოლუტურად თუ არ ვწდები, რამდენიმე ათეულმა პარტიამ. პირველ ეტაპზე იმ გახსოვს. ეხლა უკვე არა, სტრატეგია უნდა იყოს. თქვით რომ ამ პარლამენტში არ შევდივართ. არაფერი მას შემდეგ ჯერჯერობით არ შეცვლილა და ამ პირობის დადების რევიზიის არ მესმის ნამდვილად რატომ გაახსენდა ვიღაცას რომ ხომ არ ჯობია შესვლა ვიდრე არ შესვლა. არ შეიძლება უბრალოდ იქ შესვლა. ეს არის დაუშვებელი. ეხლა როგორც ჩვენ არ წარმოვადგეთ საკუთარ თავად, ჩვენ არ წარმოვადგეთ პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხო, და ამორჩევლებს წარმოვადგეთ და ხალხს წარმოვადგეთ, ხო, გნებავთ, ოდესაც ელჩების თანამონაწილეობით ვესაუბრებით ხელისუფლებას და გნებავთ, ოდესაც არ ვიცი, სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებში ვართ, როგორცაც ადგილი ქონდა ახლა ლელოს ოფისში, ხო? ჩვენ წარმოვადგეთ ამორჩევლებს. ამორჩევლების ნება და სურვილი ვიცით. ისინიც დარწმუნებულები არიან იმაში, რაშიც ჩვენც ვართ დარწმუნებულები, რომ არჩევნები გაყავდა. მეწმუნეთ, გიორგი, ერთი დღეს ვერ გაუძლებდა ეს ერთობა. ერთად არ შედგებოდა ეს ერთობა, რომ არ ყოფილიყავით დარწმუნებულები, რომ არჩევნები გაყავდა. ამ ერთობაში თავიდანვე არ შემოვიდოდა არავინ. და თუ კი შემოვიდოდა, სიცოცხლის უნარიანობა ამ ერთობაზე ექნებოდა ძალიან ხანმოკლე. და რატომ ვერ იშლება ეს ერთობა? იმიტომ რომ ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს პროტესტისა და ბოიკოტისა, რომელსაც ხელისუფლება არ ხვევს, ეს თურმე არის საბოტაჟი. სხვადასხვა ესე ძალიან საინტერესოა, გუში გამოვიდა ბატონი კობახიძე და თქვა, რომ ესენი ახორციელებენ საბოტაჟს და ამიტომ ჩვენ რაღაცა მექანიზმს მოვიფიქრებთ და როცა უნდათ მომდენო წელს შემოიარონ პარლამენტში და კვლავ დეპუტატები იქნებიან და დღეს ჩაატარა პრესკონფერენცია საპირისპირო. თუმცა აი ბოლო კითხვა და კობახიძემ დღეს სხვა რამაც თქვა. მან თქვა რომ ისინი მზად იყვნენ, გუშინას თქვა რომ გამოვიდა საერთოდ სხვათა შორის, თითქოს მათ გაუკეთეს შეთავაზება ოპოზიციას რომ თითქმის ნახევარში საარჩევნო უბნები გახსნილიყო, გადათვლა მომხდარიყო, ხელახლა ვიდეო ჩანაწერების ხელახლა გაშიფრვა მომხდარიყო, ასე ვთქვათ, და თუ 1%-ზე მეტი აღმოჩნდებოდა ცნობილება
დადებულ შედეგსა და აღმოჩენილ ახალ შედეგებს შორის, ამ შემთხვევაში ისინი განიხილავდნენ რიგარეში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ხო და ამისათვის შემოდით პარლამენტში. არის თუ არა ეს მიუღებელი და რატოა მიუღებელი? ერთი მიუღებელია ბანალურად ჟღერს, მაგრამ მიუღებელია ამ ძალის ნდობა არის შეუძლებელი. 8 მარტის შეთანხმება ძალიან კარგად გვახსოვს. ეხლა შევიდეთ პარლამენტში და შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს დასკვნას და ამის შემდეგ ეხლა ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს. რაც მანამდე პრაქტიკულად მოახდენს მთელი ელექტორალური მასის ფრუსტრაციას და ოპოზიცია პრაქტიკულად გეწუნეთ განადგურებული იქნება იმ წუთისთვისაც კი უკვე, როდესაც დაუშვათ დაიდება დასკვნა. ეს არის რაც უნდა ბიძინა ივანიშვილი ჯერ ან დაიდება ან არ დაიდება, ან შეიქმნება ან არ შეიქმნება. და მეორე, თავარი ორი მოთხოვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგარეში არჩევნების მოთხოვნა არის ყველაზე აქტუალური. სხვა საკითხების მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამის შემდეგ შესაძლებელია გადაწყვეტილების რევიზიაზე ფიქრი. და ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არანაირი წინადადება, რომელიც გვაფიქრებინებ და ხომ არ შევცვალოთ გადაწყვეტილება. არ ენდობა არავინ ბიძინა ივანიშვილს აი ესე უბრალოდ ჯერ იცით რა შემოდით და მე რაღაცა გავაკეთოთ რა. მე გაწუნებთ რა მოხდება პოლიტიკურადაც, ადამიანურადაც, აი დღეს რომ შევიდეს ოპოზიცია და საზოგადოებას უთხრათ, ეხლა წარმოვიდგინოთ, ეხლა ჩვენ გამოვედით, დავეწყვეთ პირდაპირ ეთერში, თქვენს ეთერში, ამ სტუდიაში თუნდაც და უთხრით, ჩვენს ამორჩეულს ეხლა იცით რა, ბიძინა ივანიშვილი გვითვლის, რომ შემოდით პარლამენტში და აი იქ რაღაცა თებერვლის თვეში საგამოძიებო კომისიაზე შევქმნით და იქ ვიმსჯელოთ. ამას არ მიიღებს არავინ. არ უნდა დაგვაუწყდეს ხალხი და ჩვენი ამორჩეველი სწორება გვაქვს ხალხზე და ამორჩევლებთან. ხო, მე რომ ჯეროდეს, მე შემიძლია რა თქმა უნდა პოლიტიკოსებს ხოსაც შეუძლია საკუთარი ამორჩეველი დაარწმუნოს გადაწყვეტილების ისტორიაში, მაგრამ მე თვითონ რო არ მჯერა, ესე იგი მე ამორჩეველი და მოვატყვილო, სად უნდა შევიდე? იქ სიბნელეში ნაბიჯი უნდა გადავდგა? არა, ფაქტი არის ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილის არანორმალურად არ უნდა ერთპარტიული პარლამენტი. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და დღესაც გამოჩნდა, ხომ? მას მოუწევს ადრე თუ გვია დათმობაზე წამოსვლა. აუცილებლად მოუწევს. აი, ცხადზე უცხადესი არის და ვისაც ამისი არ სჯერა, ისეც კი დარწმუნდება უახლოეს პერიოდში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.